ვინ არის ნარცისი და რას განვიცდით მასთან ურთიერთობისას? ნარცისები არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობის დროსაც ჩვენ განვიცდით სირცხვილის და დანაშაულის გზნობას გამუდმებით. ასევე შეგვაქვს ეჭვი საკუთარ თავში და სხვებში. მაგრამ დღეს მინდა განვიხილო, რომ არსებობს ორი ტიპის ნარცისი. მოდით პირობითად ერთს დავარქვათ ავთვისებიანი, შესაბამისად მეორეს კეთილთვისებიანი. ავთვისებიანი ნარცისები, ესენი არიან ნამდვილი ტირანები ობიექტურ ურთიერთობებში, ძალიან ტოქსიკურები. მათ ზევარესი შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანები პარანოიდული აშლილობებით. მაგალითად, წარმოიდგინეთ ურთიერთობაში ჰიტლერი ან სტალინი. ხოლო კეთილთვისებიანები მიეკუთვნებიან ფსიქიკის ორგანიზაციის ნევროტულ სტრუქტურას და ისინი არიან უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ვერ გაუგეს მშობლებმა თავის დროზე. და მნიშვნელოვანია ვხედავდეთ განსხვავებას, რადგან განსხვავება დიდია. ავთვისებიანი ნარცისიზმი ვითარდება ორ შემთხვევაში. აღზრდაში დაშვებული შესაბამების დროს, რა თქმა უნდა. პირველი ეს არის გადამეტებული აღფრთოვანება ბავშვით, ბავშვობაში, როდესაც ის არის ოჯახის ცენტრი, მისი ყველა სურვილი მაშინვე სრულდება, ვერ აწყდება საზღვრებს და ფრუსტრაციას, არ აქვს გათავისებული არას და აკრძალვების მნიშვნელობა და მას უმტკიცებენ მშობლები, რომ არის განსაკუთრებული, საუკეთესო, თუმცა არ ასწავლიან სხვა ადამიანების გრძნობების და საკუთარი გრძნობების პატივისცემას და გამოხატვას. მეორე ვარიანტი არის მეტისმეტი ფრუსტრაცია და სისასტიკე. ბავშვი განიცდის ემოციურ ან ფიზიკურ ძალადობას, მისი მოთხოვნები უგულებელყოფილია და მას უწევს ბრძოლას სიყვარულის და ყურადღების მისაღებად. დასრულობაში ეს გადადის ძალაუფლების და კონტროლისკენ სწრაფვაში. რაც შეეხება კეთილთვისებიან ნარცისიზმს, ვითარდება თუ ბავშვი მშობლებისგან ემოციურ მხარდაჭერას ვერ იღებს და შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ მშობლები არიან ემოციურად ცივები, არ გამოხატავენ ინტერესს ბავშვისადმი. ან ბავშვი ხშირად ხდება კრიტიკის, დაცინვის და უყურადღებობის მსხვერპლი. ასევე მშობლები ითხოვენ სრულყოფილებას მისგან და არ უჭერენ მხარს. შედეგად კეთილთვისებიანი ნარცისები იზრდებიან საკუთარ თავში და სხვებში დიდი ეჭვით, უარყოფის შიშით და ემოციების დამალვისკენ მიდრეკილებით, რომელიც გამოიხატება სარკასში, იუმორში და ემოციურ დისტანციაში. ეს ძალიან მოკლედ პირველი ნაწილი, თუ გაინტერესებთ როგორ განვასხვაოთ ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან ძალიან მარტივად, დამიწერეთ კომენტარებში და შემდეგი ვიდეო აუცილებლად იქნება ამ თემაზე. ნახვამდის.